ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. ნიკა გვარამია ციხეშია. დაპატიმრებული ნიკა მელია გიორგი ვაშაძე დააკავეს. ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს. კანონდარღვევი ოპოზიციონერების დაკავების ფონზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ჯერ ბრიუსელში გაიქცა. შემდეგ სტრასბურგში ჩავიდა. ძაფრ განცხადებებს აკეთებდა, დაკავებულებს პოლიტპატიმრად მოიხსენიებს და ევროკავშირს დახმარებას თხოვდა. ის პირველ სესიაზე იყო უმაღლესი წარმომადგენელი ევროკომისიის საგარეო საკითხებში კაია კალასი, რომელიც პანელზე გამოვიდა და შემდგომ ჩვენ მქონდა მასთან ინტერაქციის შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლებზე. ეს არის ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. დებატები ერთადერთია, რასაც მიაღწია. ნაციონალების ლობისტების ინიციატივით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. თემა დაკავებული კანონდარღვევების გათავისუფლება იყო. ბოკუჩავას ტერმინი პოლიტპატიმრები დღის წესრიგის ანონსში არ მოხვდა. დარბაზიც სარიელია. სურათი იმდენად მძიმე იყო, რომ უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ მის უკან სიცარიელე რომ არ გამოჩენილიყო, ადგილი შეიცვალა. სხვისი ადგილის დაკავებაც ზუდიტონია, ამიტომაც წამყვანმა შენიშვნა მისცა. გონჩარენკომ წამყვანს უპასუხა, რომ ადგილი იმიტომ შევიცვალე, კარგად მინდოდა დამენახეო. გამოსვლამ გზნებარე ჰქონდა. მის შემდეგ გამომსვლელზეც შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ დარბაზში გონჩარენკოს ვეღარ პოულობდნენ. ავსტრალიელი დეპუტატი გაოცებული დარჩა. კი, მაგრამ რა წესია სიტყვა თქვა და გავიდაო. ვერ გაიგო, თუ ასე ემოციურად გამოდიხარ, ამტკიცებ, რომ საქართველოს გულშემატკივრობ, რაღაცომ ტოვებ დარბაზს. ზოგი გამომსვლელი საერთოდაც დებატებში ეწერებოდა, მაგრამ დარბაზში არ შევიდა. ოპოზიცია მიხვდათ სარიელი დარბაზი და უღიმღამო დებატები არაფრის მომტანია. ამიტომაც პროპაგანდისტულმა არხებმა манипуляციას მიმართეს. სხვა თემაზე გამართული დებატების კადრები აიღეს და ამ კადრებს საქართველოზე დებატების კადრებად ასაღებდნენ. აჩვენებდნენ კადრს, სადაც დარბაზიც სავსე იყო, გამომსვლელებიც ბევრი და ყველა ერთმანეთს ყურადღებით უსმენდა და ტაშსაც უკრავდა. აშკარად ქართულ რადიკალებს იმედს ევროკავშირი უცრუებს. არც ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის დახმარება ჩანს და არც სანქციებზე ისმის რაიმე. საქართველოს შესახებ გამოუხატე მკაცრი შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი. სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება? არადა ისინი უკვე ციხეში არიან. პატიმრობა ლოგიკურია. ამ წერტილამდე ისინი თავად მივიდნენ, როცა ბრძოლაში სახელმწიფო გამოიწვიეს. ისინი უკვე დღეს არიან სრულიად არალეგიტიმურ რეჟიმს არალეგიტიმურად. სახელმწიფოსთან დაპირისპირება თავში რომელ ტოპ-ტვინს მოუვიდა არ ვიცით, მაგრამ ამას რადიკალები დიდი ენთუზიაზმით იზიარებდნენ. ეს გადაწყვეტილება არც ლოგიკურია და არც რაციონალური. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ ჯერ არასოდეს არაფერი მოუგიათ. არჩევნებს ხალხთან სულაგებენ. პოლიტიკურ პროცესებში ქართულ ოცნებასთან მუდამ მარცხდებიან და აი უცებ, სახელმწიფო უნდათ წააქციონ. ამიტომაც გაუგებარია როგორ დათვალეს წარმატებების შანსი, ან საიდან გამოიყვანეს გამარჯვების ფორმულა. ხალხით დავიწყოთ. 2024 წლის 26 ოქტომბერს ხალხმა მხარი ქართულ ოცნებას დაუჭირა. ამ არჩევანით თქვეს, რომ მხოლოდ მას ენდობიან და სახელმწიფოს მართვასაც მხოლოდ ქართულ ოცნებას ანდობენ. რადიკალებმა რა თქმა უნდა მარცხი არ აღიარეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წაგებას არც აღიარებდნენ, რადგან კარგად გვახსოვს მათი აგრესიული ქცევები, თუნდაც 2021 წლის არჩევნებზე. მაშინაც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომაც არ ვაღიარებთო. გამონაკლისი არც 2024 წელი იყო. მაშინაც თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ხალხის ხმა უნდა დაეცვათ, რომ გრანდიოზული აქციები უნდა მოეწყოთ. არავინ არ მისცეს ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს. ჯერჯერობით შემიძლია თქვა, რომ ამ წუთში არის ექსპერტიზა და მგონია, რომ აკონსაც ვერ გადაუხოს ვერავინ. ეს არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის შეძენა უბრალოდ არის გამორიცხული. როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება, სამართლებრივ პროცედურასაც მიმართავთ, რომ საბოლოოდ გავაუქმოთ ჩვენი მანდატები. ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და ეს არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი.
მაგრამ ევთოოდირმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნები დადებითად შეაფასა. დაწერა, რომ მთელი პროცესი კარგად იყო ორგანიზებული და თქვა, რომ ის კონკურენტულიც იყო და დემოკრატიულიც. მაშინ როცა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ამომრჩევლებს საკმაოდ დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა, რადგანაც იყო 18 კანდიდატის სიები მოცემული. კანდიდატებმა ზოგადად შეძლეს კამპანიის თავისუფლად წარმართვა. სხვათა შორის ევროსაბჭოს ამ ცარიელ დარბაზში ერთ-ერთი ევროდეპუტატი მისიას თავს დაესხა და ევთო კრიმინალად მოიხსენია. წამყვანი შენიშვნის შემდეგ კი იძულებული გახდა სიტყვა შეერბილებინა. შეურაცხმყოფელი სიტყვები ვეღარ გაიმეორა და კრიმინალებადაც ვეღარ მოიხსენია. არჩევნები რომ არ გაყალბებულა, ამას საპროტესტო აქციებიც ადასტურებს. მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხმობდა ხალხს ქუჩაში. მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალსაღამოს 7 საათზე რუსთაველზე. ხანაც რადიკალი ლობისტები დასავლეთიდან, მაგრამ რუსთაველი ისევ ცარიელი იყო. მხოლოდ აქტივისტები ხმაურობდნენ. ხალხი აქციაზე არ გავიდა. ლოგიკურია. ისინი თავს გამარჯვებულებად გრძნობენ. ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ძალაა, ვისაც ხმა მისცეს. ამიტომაც რადიკალების მოწოდებაზე აღარ რეაგირებენ. რადიკალები ქართულ ოცნებასთან დამარცხდნენ. ვერც პოლიტიკური პროცესი მოუგეს. ვიზა ლიბერალიზაციას ბლოკავდნენ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ მიზანს მაინც მიაღწია. სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ აქაც მიზანს მიაღწია. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდნენ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ შვიდობის შენარჩუნება მაინც მოახერხა. რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ მათი განეიტრალებაც მოახერხა. ვერც რევოლუციონერი ტრენერები შველით, ვერც მოლოტოვის კოქტეილები, ვერც ცეცხლმოკიდებული ბარიკადები და ვერც პიროტექნიკა. ქართულმა ოცნებამ რისკებიც დააზღვია და სახელმწიფოც დაიცვა. თითქოს ყველაფერი ამით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამჯერად ისინი უფრო შორს წავიდნენ. მიზანში სახელმწიფო ამოიღეს და მის ჩამოშლას შეეცადნენ. სახელმწიფო სისტემა სამ ძირითად ფაქტორზე დგას. ეს არის ლეგიტიმაცია, კანონი და ინსტიტუციები. გამოდის, რომ ჩამოშალო ჯერ არალეგიტიმურად უნდა გამოაცხადო, შემდეგ კანონი გამოცვალო და ბოლოს ინსტიტუციები გაუქმო. ხოდა ეს ლუზერი ოპოზიციაც სწორედ ამ გეგმაზე აეწყო. მათი ათვლის წერტილი 26 ოქტომბრის არჩევნები გახდა. მარცხი არ აღიარეს. პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პარლამენტში არ შევიდნენ და მანდატებზეც უარი თქვეს. საარჩევნო სიებიც დახურეს. ირაკლი რა შვები? მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას ვწერე. საკუთარი ხელი? საკუთარი ხელი. ეგრევე ზუსტად საკუთარი ხელი. დიახ, ეს საკუთარი ხელი თუ უნდა დავწეროთ მანდატის დატოვების შესახებ. რამდენჯერაც ამირჩევენ იმდენჯერ ვარცვიტყვი ეგეთი ასოციაციებმა ჩვენ ახლა ვიმყოფებით არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელიც ყურადღების ცენტრში სულ ცოტა ხანში იქნება. პირველების ინფორმაციით სულ ცოტა ხანში დაიწყებს პროდასავლური ოპოზიცია აქ მოსვლას. ეს არის ის ადგილი მოქალაქეთა მისაღები, სადაც დაწერენ განცხადებებს პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები და იტყვიან სწორედ უარს მანდატებზე. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რამდენად საბედისწერო იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და როგორ მიდიოდნენ საკუთარი ფეხით ციხემდე. ჯერ ფიქრობდნენ, რომ თავარი იყო გაებედათ. ილუზია ჰქონდათ, რომ გარე პარტნიორები დაიცავდნენ. სანამ ისინი აქ სახელმწიფოს ებრძოდნენ, დასავლეთი საქართველოს დაასანქცირებდა. ხალხი ბოლო-ბოლო გაბრაზდებოდა და რუსთაველიც გაივსებოდა. ისინი საბოლოოდ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. პროცესი კი დაიწყეს, მაგრამ ისევ მარცხი განიცადეს. არჩევნები არ აღიარეს და შესაბამისად არც პარლამენტი. და მეტიც, თქვეს, რომ არალეგიტიმურია ყველაფერი, რაც იქ ხდება. ასეთია მათი ბრძოლის ლოგიკა. ამიტომაც საგამოძიებო კომისიაც, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, არალეგიტიმურად გამოაცხადეს. დემონსტრაციულად თეა წულუკიანის კომისია დაარქვეს. თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებიან ირაკლი ოქრუაშვილს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. არის თანამშრომლა წულუკიანის კომისიასთან. არა და ყველაფერი გაცილებით უფრო სერიოზულად არის. საგამოძიებო კომისიას პარლამენტი ქმნის. მისი მუშაობის წესებსაც და ვადებსაც კანონი განსაზღვრავს. ყველას ხდომაზე ამ კანონს თეა წულუკიანი ხაზგასმით ყველას ახსენებს. ახსენებს, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა კანონით ისჯება.
კანონის მიხედვით კომისიას აქვს უფლება დაიბაროს ნებისმიერი პირი, ვისგანაც შეიძლება მიიღოს ინფორმაცია. დაბარებულ პირს კი აქვს ვალდებულება გამოცხადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია კანონდამრღვევი პირის საქმეს გადასცემს პროკურატურას, პროკურატურა კი სასამართლოს. ყველაფერი მარტივად არის. კანონის დარღვევა ისჯება. სახელმწიფოს აქვს ძალა და შესწევს უნარი დაიცვას ინსტიტუციები უკანონობისგან. თითოეული პირი, რომელიც ახლა დაკავებულია, დაბარებული იყო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, მაგრამ აღიარებაზეც და გამოცხადებაზეც უარი თქვეს. რეჟიმთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა ჩემი აზრით, ამიტომ ის რომ ვიღაცები სადღაც შეიკრიბნენ საკუთარ პარლამენტი დაარქვეს და მე რაღაცა ვითომ კომისია შექმნეს და სადღაც გიბარებენ, ხო, რავი, მაგ თამაში არ უნდა აყვენ. არ თანამშრომლობა არის მთავარი. კი, გიტაცებენ ქუჩიდან. თანამშრომლობა ეგ არის მთავარი. რა თქმა იცოდნენ, რომ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება კანონით ისჯება, მაგრამ დემონსტრაციულად დაარღვიეს ეს კანონი. იმედი ჰქონდათ, რომ კანონზე მაღლა დადგებოდნენ და სახელმწიფო ვერ უპასუხებდათ და შესაბამისად ჩამოიშლებოდა ინსტიტუციები. პირველად ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა და გირაოს გადახდაზეც უარი თქვა. გირაო არ გადავიხადე, ხილვამ მქონდა ვიღაცამ ჩამომძახარო, არ გადაიხადო, ვინ ხარ მეთქი ვკითხე და deep state-ი ვარო მეთქე. იურისტია, თავდაცვის მინისტრობამდე ადვოკატი იყო და შესაბამისად კარგად იცის რა მოყვება კანონის დარღვევას. ამიტომაც თავის პროცესზე პირდაპირ სპორტულებით გამოცხადდა. განაჩენის გამოცხადებამდე ქამარის ადვოკატს გადასცა, მოემზადა და დააკავეს კიდეც დარბაზში. შემდეგ დააკავეს ზურა გირჩი-ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე. არალეგიტიმურობანა და კანონის დარღვევა ყოველთვის ციხით სრულდება. მათი თამაშიც დასრულდა. რადიკალები დამარცხდნენ. უკანონობაზე სახელმწიფო სისტემამ ადეკვატურად იმოქმედა. დასავლეთში მხოლოდ მათი ლობი გახმაურობს. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა თქვა, რომ ქართული ოცნება არალეგიტიმურია. ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ირწმუნება, რომ საქართველოში რეპრესიების ციკლი დაიწყო. დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სტივენ დოთი ფიქრობს, რომ საარჩევნოდ კონკურენტები იბლოკება. საფრანგეთის მინისტრი ევროპულ საქმეთა საკითხებში ბენჟამინ ადადი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას დევნიან. ქართული ოცნება კი ავტორიტარულია. ესპანელი ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი შეძრწუნებულია. ალდე შოკირებული. ამბობს, რომ ლიბერალები არ გაჩუნდებიან და პოლიტიკოსების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. სხვა კრიტიკული შეფასებებიც მოვისმინეთ. ასამბლეის ამ ცარიელ დარბაზშიც მაღალფარდოვანი სიტყვები გამოიყენეს. ევროსაბჭოში ავსტრალიელი დეპუტატი პატრა ბაირგი გამოვიდა. ესტონელი პოლიტიკოსი ერიკ ნილეს კროსი წამოდგა. დიდი ხანია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტები და უსამართლო მიდგომა საქართველოს მოსახლეობაზე გავლენას აღარ ახდენს. ეს ფსევდო შეშფოთებებიც ხალხს დიდი ხანია აღარ აინტერესებს. უკვე არც манипуляციებს ექვემდებარებიან და არც ხვების გავლენის ქვეშ ექცევიან. ევროსაბჭოს დარბაზის, ამიტომ არის ცარიელი. რადიკალები ამჯერადაც სასტიკად დამარცხდნენ. პატარა კუნძულსაც კი ვერ ქმნიან, სადაც საკუთარი წესებით ითამაშებენ. იდეები ბევრი ჰქონდათ. ზოგი ტელეფონით არჩევნების ჩატარებას ლობირებდა. ზოგი ალტერნატიული პარლამენტის შექმნას, მაგრამ სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის მყარად დგას. მის ლეგიტიმაციას არაფერი ემუქრება და დემოკრატიული ინსტიტუტები თავის უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობას განაგრძობენ. თუ კანონს დაარღვევ, დაისჯები. ეს ოქროს წესია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.